ფილმ შვიდობის როგორ ხართ გოგოებო? ჩემო სიხარულებო, მოგიკითხავთ ყველას. ხომ ხართ კარგად? აბდექი თმები გავიშალე, მაგრამ ახეთ როგორ ჩამომეზარდა. ვფიქრობთ მის შეჭრას, გოგო, თან მენანება. მაგრამ სიძეა უკვე და მენანება. არ ვიცი რა ვქნა. თან მინდა, თან არ მინდა. მითხარით. როგორ მოვიქცე? გუშინ ვიყავით გასული გარეთ და ვიყიდე ნამცხრები და გუშინ ვერ ვჭამეთ. აღენი იყო. მე მაგალითად ახლა ვერ შევჭამდი ეგრე გვიან ნამცხვარს და ძალიან პატარა იმეჭერი ერთი მეჭერი. მე ნახეთ. როგორი ლამაზი ტორტები ვიყიდე. ტორტია. ხო და ეხლა ყავა მოვადუღოთ, ფახლავაც მაქვს. ყავა მოვადუღოთ და მივირთვათ გემრიელად. მათ ეს უნდა და შაურმა გუშინ. შაურმა ვუყიდეთ და ჩვენთვის ვიყიდე ნამცხრები. ესე. ხო და ამ თმებზე რა მოვიფიქრო და რა გადავწყვიტო არ ვიცი. ნახოთ. როგორ პარკებში არის. შეფუთული. თანეზე რო არ გადავიდეს ალბათ მაგით. აი ეს მაინტერესებს. ეს არის ფიფქის ნამცხრები. ჩვენთან არის ფიფქი. საცხობს და ეს არის მე მგონი მარწყვის ტორტი. მანდეს თუში. თანდეთი. და გემრიელ რაღაცებს აცხობენ. აი ესეთია. და ვნახოთ. გემრიელია ძალიან. და ეს კიდე არის შოკოლადისა. ალუბლით. და კიდე რაღაც ხილი აქვს. ეს არა მომივიდეს. მაგრამ მარწყვისა უფრო მომწონს. ეთი არის უთეთრი, ეგ არის ნიკასი. ნიკას უყვარს თეთრი ნამცხრები. ყველა ავიღე ხილის და ეგ თეთრი. თეთრი მე მგონი არა აქ ხილია, ვიცი თეთრია.
ზანგებრივლებსაც ხოვენ. მოვედი. ამას აქვს რაღაცა ხილი შოკოლადის. ნამცხვარს. ვერ ვიგებ რა არის. ერთი არის ალუბალი. და კიდე აქვს ადამიან. თუ გარგალი იცით როგორ გემოა გოგოებო? ბელას ტორტები რო შემოვიდა თავიდან, თუ გახსოვთ. მე მაქვს. მაშინ ნაჭამი აი პირველად. ისე მომეწონა და მე გააფუჭეს ძალიან. ამას აქვს ეგეთი გემო. კრემს. მედი არის რომ ამას არ გააფუჭებ. აწმყო გოგოებო ყოველთვის არის საინტერესო დღევანდელი. და ზოგჯერ კი არა ხშირად მე არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი. თუ რაღაცა მომაგონდება, იმასაც ვცდილობ, რომ გავიაზრო უცბად და დავხურო ეგ თემა. იმიტომ რომ ძირითადად წარსული იწვევს ხოლმე ტკივილს წარსულზე. ჩემ შემთხვევაში ეგრეა. და აწმყო არის ყოველთვის საინტერესო. ამიტომ ვისაუბროთ ხოლმე დღევანდელ მოვლენებზე. ყოველთვის. ეს არის საინტერესო ჩემთვის ძალიან. განათებას ვტენი. ხო. დღეს ხდება ყველაფერი. დღეს. და გამოვიყენოს დღევანდელი დღე სასიკეთოდ. გუშინდელ დღეს ვერ დავაბრუნებს და მომავალში არ ვიცით რა მოხდება. ეს მომენტი არის საუკეთესო მომენტი. ასე რომ სასაცილო კომენტარი დავშალე. თან გამეცინა. თუ არ მომწონს ხო შეგიძლია რომ არ უყურვა რა ადამიანი. თან ძველ ვიდეოზე ღმერთო ხა შევედი. რო გამომექვეყნებია კომენტარები და როდინდელ ვიდეოზეა ისეთ მოსული კომენტარი. აქ რო გადმოვედი. 3 წლის წინ. ზოგჯერ ძველ ვიდეოებზეც მოდის ხოლმე კომენტარები. ანუ ძველ ვიდეოებსაც უყურებენ.
აი რაც მოვიჭერი გოგოებო, მაგაზე მეც ვერც შევჭა. ხო ძალიან ცოტა იყო. მაგრამ ნოყიერია ძალიან. ორივე ძალიან კარგები ხართო დორაზე და ჩემზე. ძალიან ბევრი კომენტარები მოვიდა. რამდენიმე ამოვიკითხოთ. სრულად არ წავიკითხავ, იმიტომ რომ მე აღარ ვიღებ ძალიან დიდ ვიდეოებს, თუ დაახვიდით გოგოებო. ხო და წავიკითხოთ აბა რამდენიმე ლამაზი კომენტარი. ძალიან მიყვარხართ. რომ ასე იზიარებთ ხოლმე ჩემს სიხარულს. ნონა, მოგესალმები ჩემო სიხარულო. მეც მიყვარს დორა, კარგი გოგოები ხართ ორივე, დინჯები და მოწესრიგებულები. მე ძალიან მიყვარს დინჯი ადამიანები. როგორ გამიხარდა თქვენი შეხვედრა? გაიხარეთ გოგოებო. ნონა, გულში მიყვარხარ. შენც ესეთი ხარ და მაგიტო. შენც ესეთი დინჯი და ძალიან საყვარელი ხარ. მეც მიყვარხარ და მადლობა დიდი. ლეილა მოგწერა. უსაყვარლესი დორიკო. უსაყვარლესი ჟანიკო. ორივე მიყვარხართ გულში. გაიხარეთ გოგოებო. ლეილა, უღრმესი მადლობა ლეილა. ჩემო გოგო. ირმა. მოგესალმები ირმა. ღმერთმა გიმრავლოს კეთილი ადამიანები ჟანაო. უღრმესი მადლობა. ორივე ძალიან კარგები ხართ ჟანა და დორაო. ძალიან დიდი მადლობა ლალი მომწერა. მარიამი. დორას მეც ვიცნობ, საუკეთესო ადამიანია, გამორჩეული დედა კი. გამიხარდა თქვენი ორი შეხვედრაო. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ. ნატა. ჟანა, მოგესალმები ჩემო კარგო, ძალიან კარგად გამოიყურები ეზზე და ძალიან გიხდება. მართლაც ძალიან ძვირფასია დღევანდელ ცხოვრებაში შენს ადამიანს რომ იპოვი. სანდო ადამიანს, მეგობარს. სასიამოვნო ვლოგი იყო ძალიან კარგი გოგო ხარ ჟანა, ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა გაქვს და იმიტომ გიმართლებს ღმერთი ხელს ყოველთვის. უღრმესი მადლობა. ნატა, ჩემო გოგო, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარო სირინამო. ნონა მწერს. ჟანა და გულები, დორა მომწერა. მარის ვლოგები. მარი ჩემი გული ხარ. ძალიან მიყვარს მარი. ვეღარ მოვახერხეთ მე და მარი შეხვედრა. რო ჩამოვედი, მაშინ იყო ჩემთან მოსული. გირით რო ვიყავი, მე მუშაობა დაიწყო და რაღაცნაირად სულ დაკავებული იყო რა მარი. და მეც უკვე გადმოვედი ამ სახლში და ერთი გული და სული მაქვს, როდის მორჩები რემონტს, რა ჩემი გოგოები მოვიპატიჟო. ირინამ, ჟანა, ჩემი გული ხარო. ირი, შენ ხარ ჩემი გული.
ჩემ გულში ხარ სულ და ძალიან მიყვარხარ. იცი შენის. აი ეს როგორ ხო ზელმას კომენტარი კიდე დორა მართლაც უკარგესი გოგოა. ყველანაირად დადებითი, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში. უბრალოება და ასეთია დორა. ირინა ვინააჟანა, ყველა ბლოგერი მეგობროთ და საერთო მეგობარია თქვენი კი ირინა, ჩვენი მეგობარია ზელმა. ირინა ჩვენი მეგობარია. რომელიც ძალიან გვიყვარს. და ჩვენ გულში არის სულ. მიმოწერა გვაქვს სულ ირინასთან. აი ეს ჩემო გოგოებო. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. რომ ჩემ გვერდზე ხართ პირველ რიგში. ნებისმიერ სიტუაციაში ხოლმე ხართ ჩემ გვერდზე ჩემები. და ამისთვის ძალიან დიდი მადლიერი ვარ. ჩვენ ადამიანებს აუცილებლად ვიპოვით, რა თქმა უნდა. ჩემ სახლში ხალხი არ ილეოდა, იმდენი ხალხი იყო. აი იმიტომ არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი, წარსულზე ფიქრი, გოგოებო. ტკივილს მაყენებს ეგ ყველაფერი. არ მიყვარს. არ მსიამოვნებს. ამიტომ ვილაპარაკოთ ხოლმე ის რაც დღეს ხდება. ეს ყოველთვის კარგია. ძირითად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი. მაგრამ დავტოვე საერთოდ ჩემი ქალაქი, რა თქმა უნდა, მაქვს მიჯაჭვულობა თავისებურად, როგორ არა იქ გავიზარდე, ხო? და ეს იქნება, მაგრამ ცხოვრება უკვე იქით, რომ მიფიქრია ხოლმე, რომ აი დაუშვათ გადავიდე ისე, მერე რა მოხდა, ხო, მინდა იქ გავიზარდე და ვინ დამძრახავს ახლა, რომ გადავიდე მე ჩემ ქალაქში, დაუშვათ და ვიცხოვრო. იქ ვიცხოვრე რამდენი წელი. არა, ხო? მაგრამ არ მინდა. იქ გადასვლა არ მინდა საცხოვრებლად. იმიტომ რომ აქაც ძალიან მიყვარს. ვეღარ დავბრუნდები იქ საცხოვრებლად, მაგრამ მაინც არის მიჯაჭვულობა, რაღაცნაირად მონატრების ის არის ხოლმე. ალბათ ემიგრანტები ძალიან მძაფრად განიცდიან ამ ყველაფერს, მე ჩემ ქვეყანაში განვიცდი ამას, რომ რაღაცნაირად მომენატრება ხოლმე ჩემი ქალაქი, ჩემი ადგილი, სადაც გავიზარდე, თუნდაც იქ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც არ იყო კარგი ბინა, ეს ჩვენი მაგალითად კარგი ბინაა, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და ვისაც ვიცნობ, რა ვიცი, ახლა ბევრს არ ვიცნობ, ჯერ ახლა ხან გადმოვიდა, აი ახლა ვიცნობ ხალხს რა. რამდენიმე ადამიანი გავიცანი, რომლებთანაც მომწონს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ მომწონდა, მაინც მომენატრება ხოლმე, იმიტომ რომ ერთი გოგო იყო, რომელიც ახლა აქ არ არის წასული, არის ემიგრაციაშია. მიყვარდა ძალიან, ჩემ გვერდზე ცხოვრობდა. და შევდიოდი ხოლმე, ისიც მოდიოდა და აი ეგ რაღაცა დრო მაინც მომენატრება ხოლმე, რომ გავთხოვდი გიასახს გულისხმობ. იქ ვიცხოვრე 10 წელი. ხო, ასე. და თუნდაც ხიდის თავში, თუნდაც ჩემ სოფელში, სადაც გავიზარდე,
თუნდაც იქ სტუდბინა ერქვა მაგ ბინებს, სადაც გავთხოვდი. მიდიოდნენ, მოდიოდნენ, ხალხი არ ილეოდა ჩემთან. მაგრამ მოხდა ისე, იცით თქვენ, ჩემი ისტორია, რომ აღარ მოყვე, ხო? რომ რაღაცნაირად უცბად მარტო დავრჩი. ჩემი გადაწყვეტილების გამო სწორი გადაწყვეტილება იყო ეს. მაგრამ ასე მოხდა, რომ მარტო დავრჩი. ოჯახის წევრებისგანაც კი მიტოვებულად ვიგრძენი თავი და ზართული პერიოდები გადავიტანე. ეხლა ესეთი რთული პერიოდი მე აღარ მაქვს. და თუ რაღაცა სირთულეები არის პატარ-პატარა დღეს, ხო? აი ამ სირთულეებიდანაც ნელ-ნელა გამოვდივარ. გამოვალ აუცილებლად. და ყველაფერს თავის დრო აქვს. რა თქმა უნდა, ისე ვიპოვი მე ჩემ ადამიანებს და ისე ვიქნება ჩემ ოჯახში სტუმრიანობა, გოგოებო, იმიტომ რომ მე ესეთი ვარ. უბრალოდ ახლა ისეთი დრო არის, რომ ყველას უერენდობი. ზოგმა შეიძლება გული გატკინო. ამიტომ ამას უნდა დრო. და მე აუცილებლად ვიპოვი ჩემ ადამიანს აუცილებლად. ვისთანაც მექნება ახლო მეგობრული ურთიერთობა. საკუთარ მაგალითზე როცა სწავლობ, აი მაშინ ხარ გამოცდილი კაცი. კაია სხვის მაგალითზე თუ ისწავლი. თუ სხვის მაგალითზე სწავლობ, ძალიან მაგარი ხარ. თუ საკუთარ მაგალითზე სწავლობ, ესე ძალიან კარგია. მაგრამ ზოგი საერთოდ არ სწავლობს. მე ბევრი რაღაც ჩემ მაგალითზე ვისწავლი, ჩემ თავზე რაც გადამხდა გოგოებო. თუნდაც გულის ტკივილი. ბევრი ადამიანისგან. ბევრი ადამიანისგან გადამხდა. ბევრმა მატკინა გული ცხოვრებაში. მაგრამ გამოცდილება შევიცი. ეხლა უფრო კარგად ვხვდები. ვინ არის ჩემი. ეხლა უფრო კარგად ვხვდები ამ ყველაფერს. წავედი ახლა. ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს. ყველას გისურვებთ კარგ მეგობრებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე იცით რომ ბავშვობის მეგობარი მყავს. ის მაგალითად შეუცვლელია. ის სუსხანაირი მეგობრობა არის და მადლობა ღმერთს რომ ეს ახლა უნდა მივწერო, რომ გავთიშავ. იმას რა ქვია ვიდეოს. ეს მაგ. ეს სხვა რაღაცაა კიდე.
მაგრამ ახლად შეძენილი მეგობრებიც მყავს, რომლებიც ძალიან ერთგულები არიან ჩემი. თუნდაც ერთგულები და რომლებსაც ვენდობი მთელი გულით. ირინასთან დიდი ხანია მე მაქვს უკვე იმოწერა და ეს კავშირი. კიდევ ერთი გოგო არის, რომელსაც მთელი გულით ვენდობი, აი საჩუქრები რომ მოაქვს ხოლმე ჩემთვის და ძალიან კარგი მეგობარია, ზრუნველი სანდო და არ ვიცი, აი თვალდახუჭული ვენდობი მე მაგ ადამიანს. იმდენად უყვარვარ და მეც ისე ძალიან უყვარს. რამდენიმე ადამიანი არის, მაგრამ აი რო იცი ზუსტად რო შენია. და კიდე სულ ახლად შეძენილი მეგობარი. მარის კარგად ვიცნობ, ძალიან კარგად ვიცნობ მარის და უკვე ვიცი მარი რაც არის და ჩემი გული არის. უბრალოდ დროის უქონლობის გამო რაღაცნაირად ვივახერხებთ შეხვედრას, მაგრამ ძალიან მინდა რომ ერთმანეთს შევხვდეთ ხოლმე ხშირად. და დორა არის უსაყვარლესი გოგო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ძალიან მიხარია, რომ ის ახლოს გავიცა. და ჩვენი მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება და შედგება. წავედი ახლა, კოცნით, გეხვევით, გეფერებით და დროებით გემშვიდობებით.